ო დამერტყა ბიჭო ოპო ხო არ გადავა ზუსტად იქ დაარტყა არ მემორჩილება ეს დიდი უნდა იყოს ო ხო არ გადავა ეს რა არის მეგობრებო ხო არ გადავა ჩემი რეკორდი ეს ჩემი რეკორდია წავედით გასაზომად ო დამერტყა არის ხო არ გადავა დღეს რა ხდება ბიჭო ქორჭილა ვოპლერზე კარგი დაგვენახე ერთი ბრატ ვოპლერზე საშემოდგომო ქორჭილა შვენი აბა სალამი მეგობრებო ჩემო მივეგზავრები სათევზაოდ ღამის თევით საინტერესო თევზაობას ველოდები და იმედია ესეც იქნება აბა არ გადართოთ და ნელ-ნელა გაჩვენებთ ლამას კადრებს უკვე რიკოძე ვარ და წესით მალე უნდა ვიყო უკვე ადგილზე აბა დროებით ცოტას დამივალთ ცოტას შევჩერდები და ავისვენებ და ესე იგი მიმოვალ გზაზე აუცილებლად უნდა გავჩერდეთ აქ აი ამ წყაროსთან და ვავსოთ ძალიან გემრიელი ძალი ალბათ უკვე ბევრმა მიხვდა სად მივდივარ ეხლა ამ წყალს ავავსებ და შემდეგი გაჩერება ტბაზე ამინდი არც ისეთი მშვენიერი ქარია ნახეთ ეს კვამლი არ გეგონოთ დიახ რუბელია სიმაღლეზე ვართ ესე შეულებრივად რუბელმა ჩამოიარა უბრალოდ რა სილამაზეა შეხედეთ ღრუბლებში ვართ ცოტაც როგორი ნისლია შეხედეთ აბა ხო მივხვდით სადა ვარ შაორი დავბრუნდი ნუ ჯერ შაორი კარგად არ ჩანს სუნისლია აი შეხედეთ საერთოდ არ ჩანს მოკლედ გადავწყვიტე ისევ შაორზე მოსვლა შემოდგომის დროს პირველად ვარ უბრალოდ ვერ გამოტოვე ეგ მომენტი მქონდა თავისუფალი დრო და დავგეგმე და ჩამოვედი. მოკლედ ღამის თევით ვარ ჩამოსული. ვაპირებ მაქსიმალურად გამოვიყენო დრო, ვითევზავო, ვიბოდიალო, აქ სოკოც ვნახე, მაგასაც დავათვალიერებ. ცოტა სოკოსაც დავკრიფავ. მოკლედ დავისვენებ რა ბუნებაში სუფთა ჰაერზე. დღევანდელი განრიგი რა მაქვს? ეხლა დილის საათებია, ეხლა ავეწყები და ვიწყებ თევზაობას, არ მინდა დავკარგო ეს დილის აქტივობა. სადაც შუა დღემდე სანამ ძალიან დაწყება ვითევზავებ. მერე შევისვენებ, ვისადილებ და კიდე საღამოს გამოსვლა მექნება, სანამ ძილის დრო მოვა. ძილს რაც შეეხება, წეღავ მკითხე და ღამე საკმაოდ ცივა. ორი ვარიანტი მაქვს, ან კარაფში დავიძინო, ან მანქანაში. უფრო მანქანისკენ მივეწვევი, იმიტომ რომ აქ დადის ერთი ცხოველი, ვისთანაც შეხვედრა ნამდვილად არ ფსურს. არის ვიდეოებშიც ვნახე და ნაკვალებიც არის რა. მოკლედ დათვების ტერიტორიაა და ცოტა მაინც შიში მაქვს. მერჩევნია მანქანაში დავიძინო.
ეგ არის და ეგ რა ვნახოთ. აბა ავეწყოთ და დავიწყოთ თევზაობა. წარმატებული დღე მე და რა თქმა უნდა თქვენს. წავედით. ავეწყეთ და მივდივართ სათევზაო წერტილამდე. აბა დავიწყოთ აი ესე შემოვედი. დავიწყებ, დავუდვირ თავის სილიკონით. ნახოთ ქარი ყლაფია თუ დგას. დავაყენე ესეთი ჯიგრიგი ტანტა 7 გრამი. იქნებ სილიკონზე რამე ვქნათ. შაურის პირველი ქორჭილა. ძალიან პატარა. აი, ვინ მაწვალებს. ეს რა არის? ხო არა დავდავ. სად გაიჩით. დღევანდელი პირველი little fish, too small fish. მომეც ეს რა არის? რა გინდოდა? დავსვი. მე რა გინდოდა? რა საწყლი პუტია ისა. ფრიქციონს რო არ ათამაშებს ისეთი. და დადი სად არის დიდები? სად არის დიდები? ო, კარგია. კარგი დავსე, კარგი. ოპ. კარგი დავსე. ეს იზომა რაც მე მინდა. უნდა გაგვექცეს. ახლა. ოპ. ახლა თქვი დიდებიც არის. ახლა სუშობ. მოდი ნელა ჩემთან. ო, ეს ქორჭილა. ეს არ არის ქარი ყლაფიას არ გავს. თუ ქარი ყლაფია ვერ გავიგე.
არა ქორჭილა. კაი ზომის ქორჭილა. მოდი. ამჟამად მაქვს ჩოგამბატე. კარგი. აი. შოვენიერი. აი ამის გამო ჩამოვედი ამ ხელა გზაზე. რონოირად. აი, აჰა. კაია. გადავიღოთ სურათი და ჰერი ვქნათ. მე თევზი არ მიმყავს რა თქმა უნდა, ყველა თევზს უშვებ უკან. შვენიერია. აბა მიდი, ჯიგარსონ. კაი ზომა, შეხედე რა. ეს არის ძალიან მაგარი ზომა. დაგავუშვოთ სახლიდან. შორს აიღო საკმაოდ. დიდი ზომები აქვს შორს დგას ისედაც ვიცი. ვნახოთ. გავიმეოროთ. აი, იდგა ზუსტად. აბა მეორე თუ არის მანდ. დამერტყა ბიჭო, ოპო. ხო არ გადავა, ზუსტად იქ დაარტყა. არ გამექცეს. დაინახეთ რაკნა. ბიჭო, ეს მე მგონი ცოტა დიდია. არ მემორჩილება. ეს დიდი უნდა იყოს. დავარდა თუ არა ეგრევე დამერტყა, ხო ნახეთ ვიდეოში ჩანდა. ეს კაი უნდა იყოს. ბიჭო არ მემორჩილება. ეს მართლა კარგი უნდა იყოს. 14 გრამამდე ჯოგს რას უშვება. არ მოდის. ნელა მოვიყვან, არ ვიჩქარებ. არ მინდა თევზის დაკარგვა. ბიჭო არ მემორჩილება, არ მოდის. რა არის ეს? არა, ეს იმაზე დიდია. რავი, ნელა წამოვიყვან. ხელი დამეღალა. ხო არ გადაუბეს რა არის? რაღაცა სერიოზულია. მეგობრებო, რაღაცა სერიოზულია. ბიჭო, ხელი დამეღალა. კი, ქორჭილა, ბიჭო, რა მხელა. მოდი, აბა. აგონდა, ბიჭო, რა მხელა ხო არ ხატ. მოდი, აბა, ჩემი. ხო არ ხატავ. ეს რა არის, მეგობრებო? ხო არ ხატავ. ეს არ უნდა გამექცეს. ბიჭო, რა მხელა შეხედე. ეს კილოა მეტი თუ არა. ეს იქნება კილო. კი. ეს უნდა გავზომოთ. მე მგონი ჩემი რეკორდი მოხსენი. უეჭველი ჩემი რეკორდი მოხსენი. ბიჭო, ხელი დამეღალა. სად აქვს გადაყლაპული, პროსა შეხედე. მოიცა ჯოქი აქ დავდოთ. მოიცა. მოგხედავ ახლა ჯიგარ. ეხლა რამდენ ფოტოს გადაგიღებ ჯიგარ, შენ ხო გონს არ ახარ. მე კიდე ქარიყლაპის იმედი მქონდა. რა ქარიყლაპია, ხო არ ღადაობ, ეს რა არის? აბა დავიწყოთ გაზომვითი პროცედურები. გავშალოთ ლამაზად კოხტად. Так. Ага. მაგარი პუტკუნა.
ცოტა აი ესე 50 ცოტა გავშალოთ 3 არა რეკორდამდე ცოტა დამაკდა მაგრამ ხო არ გადავდ რამს ისქია შეხედეთ გადავუღოთ სურათები აუცილებლად გადავუღოთ სურათები და გავუშვათ აბა მზად ხართ ეს რა არის როცა შეხედეთ 53 სანტიმეტრი მაგრამ ძალიან სუქანაა ძალიან შეხედეთ так აბა გავანალეთ კილო 300 всё უშვებთ არ მინდა ვატკინო მინე ძალიან გამახარე და აუცილებლად გიშვებდით მიდი მოიხოდე რა კარგი ბიჭი ხარ ეს როგორ გამახარე ხილავთენ უბრალოდ შეხედეთ რა მახინა ჯიგარი ხარ ვაგზელებთ ძალიან მაგარი იყო აი ძალიან გამახარა ნახოთ აბა თუ კიდე დგას ერთი ქორჭილა კილოზე მეც რო იწონის სერიოზული მებრძოლია ეგ ქარკლაპი არ არის არის ბიჭო შემდეგი ხوار ხატავ ოპა რა ხდება დღეს არა გამექცა გადამიტყვინდა ქარკლაპია იყო შენი ქარკლაპია იყო არა თუ არ ბიჭო სად გადამიწვიდა წნული გაწყდა ხო არღან გადაბმაში გამიწვიდა წნულმა ვერ გაკაჩა ეს რა წნული მიყენია რატო წდება ეს ახლა კაია გადავაბათ ახლიდან დავიწყოთ ჩანთა წამოვიდა შემდეგი დავსვი ეს ამას ვერ ვიგებ ჯერ ვერ ვიგებ რამხელა ცუდი არ არის მეგობრებო და აღარ ვიჩქარებ რა ვიცი ეს წნული რანაირად გავუწვინე ესეც უნდა იყოს კარგი ახლა დაიწყობს ზოგან ჩემსკენ მოდიოდა ნელა მოგიყვან არა ნელა მოგიყვან ბიჭი გარო ნელა არ ვიჩქაროთ რაცალა ბიჭო აქაურ ქორჭილას არა კაი ზომა ესეც კაი ზომა უნდა იყოს ნელა არ ვიჩქაროთ ნელა მალდიძიასთან ხო ეს არ არის ძალიან დიდი მაგრამ კილოიანი არ არის მაგრამ ესეც ძალიან სასიამოვნო ზომის ქოჩოა ოპაც თან გაძრო ნახე სატყუარა ბიჭო ესეც კაი შვენიერი ბომბორიკა აბა დაგვენახე ბრატ ერთი 800 გრამიანი მაინც არის რა გინდათ ერთი 800 გრამიანი არის ახლა იმის მერე ეს ლიფსიტა რა თქმა უნდა მაგრამ ესეც ძალიან სასიამოვნო ამას ეგრევე უშვებთ არა აბა გავუღოთ ჩვენ თევზი არ გვჭირდება მეგობრებო გაუშვით დიდი ზომები გაუშვით გაიზრდება და ესე გვასიამოვნებს აი მე რო უშვებდი ჩემ დროზე ეხლა ვსიამოვნებ ნახე რა კარგია რა კარგი ბიჭი ხარ აბა აქ რა ხდება უბრალოდ ეს ტანტა მაგრად
მაგრა თამუშობს. რა? ისევ დასვი რაღაცა კარგი. ისევ შორს იდგა. ნელა წამოვიყვან. ისევ რაღაცა კარგია. აბა მომდე. ჯერ ვერ ვიგებ. სად ბალახში მიდის იქ ბალახებია. მე მგონი უკვე მანდიახ არ უნდა ვიჩქაროთ კარგი უნდა იყოს რაღაცა. ეს არ უნდა გამექცეს. არ მოდის. ესეც გავს. 1 კილოიანს გავს. მანე. ახლოს უნდა იყოს უკვე. დავღლი. არ მინდა ვიჩქარო ფორსირება ამ დროს. არ არის კარგი. თან დელიკატური აღჭურვილობა მაქვს ნოლოცი. ფლუოროკარბონი. მანდი აბა დამენახე სათხარ. ჯერ ვერ ავხედავ სად არის. ესეც კარგია. კარგი ზომაა მეგობრებო. ძალიან მაგარი ზომა. ეს გასაშვები არ არის. ნახე რა კაი ზომა. დაიღალე რა. არ გინდა რომ დაიღალო. დაიღალე რა. აბა როგორია? არის გოჭა. შოვენიერია. ეს არ იქნება ძალიან. ალბათ 40 სანტიმეტრი სადაც პლუს მინუს რა. ეს გავზომოთ აქ არა ვართ. Так. მოდი ჯიგარსონ. ესე, რა. 40 სადე, ესე. სადღაც 41 სანტიმეტრი რა. 41 სანტიმეტრიანი გოჭუნა. ეს იქნება 1 კილო. აბა გადავუყოთ ხო სურათი და ესეც გავუშვათ. გასაშვებია ხო? მე თევზი არ მიმყავს. მე თევზს ჩუქნის სიცოცხლეს. გაიზარდოს და კიდე გაგვახაროს ძალიან მაგარი ჩარტყმებით რა. ერთი აქედანაც ვიდეო. აბა ჯიგარ. აბა მიდი. რა მახინა, ნახე რა ხელა. საწახვედი. ჩემთან წამოვიდა. არასწორად მიდიხარ ჯიგარ, წადი. ეგრე. მიდი. კარგია რა. აი ამას ქვია თევზაობა. აი ღირს აქ წამოსვლა და სწორედ თევზაობას გულისხმობ დაიჭერ. კარგ ეგზემპლარს და გავუშვებ. რასაც თქვენ გირჩევთ, ეს არის ძალიან დიდი სიამოვნება და კიდევ უფრო მეტი ამოვნება, როცა ამ ხელათებს უშვებ უკან. დამიჯერეთ ბუნება მადლობას გადაგიხდის. აბა ერთს გავისვრე კიდე თუ იქნება რამე თევზი თუ არა და შევჩერდები. მოკლედ შევისვენებ რა. ცოტა არ იყოს დავიღალე.
შევისვენებ მივირთმევ საჭმელს და საღამოს მინდა გავიდე ქარიყვაპიაზე. სხვა აღჭურვილობები და ვნახოთ რა გამოვა რა. დილა იყო შესანიშნავი, ძალიან მაგარი ეგზემპლარები დავსვი, ყველა გაუშვი. ჯოხმა ძალიან მასი ამოვნა, ეს არის ჩემი საყვარელი ჯოხი, აზურა ვესტა 14 გრამამდე. კოჭა დაევაკალდია და წნული 0.4. საკმაოდ ისეთი light კომპლექტი მაქვს. აბა შევისვენოთ. ეგ არის მზად არის ჩემი სადილი. მარტივად მოხარშული კიტრი, პამიდორი, ქათმის ხორცი. ბუნებაში ხო იცით ყველაფერი გემრიელია. კარგად მოიხარშა ძალიან. ძალიან კაია. დავასრულოთ დღევანდელი
თევზაობა. ნუ რეკომენდაციას მე სასმელს არ უწევ, მაგრამ მე მივირთმე, ხო იცით? აბა დღევანდელ თევზაობას გავუმარჯოს. მე გავარძელებ მითმევას, დავისვენებ და მერე ჩაგერთვებით. აბადროებით. კიდე გინდა? ნა. სანამ დრო მაქვს, მინდა ლეები გავშალო. თან დავტესტო. ახალი გასაბერი ლეები მაქვს. ნუ გადავწყვიტე მანქანაში დავიძინო, მაინც რა ვერ გავრისკავ რა. ხშირი შემთხვევებია აქ დათვის მოვლენა და რავი არ მიიღებს რისკად რა. მანქანაში მშვენივრად დავიძინე. ესე იგი, ეს არის ფირმა კილოს გირ. სალაშქრო ლეიბი. 2 მეტრი და რაღაცა სიგრძეში. ნუ სიდემიის გადაწევა მომიწევს სალაშქრო. სიგრძეში არ ჩაიტანა. ამას მოყვება ესეთი გასაბერი რეზერვუარი. ესე იგი როგორ მოქმედებს. ამას ესე გავუყრი. ამას ესე ჰაერს ჩაუმატე. ამას ჩაპრესავ და აწევი. და ბერავს. როგორი ბერება. მე ამ ხაერს უშვებ შიგნით. აბა ვის აქვს ჩემის თანახედი პირდაპირ საწოლიდან. აი ძალიან მაგარია. ცოტას დავისვენებ რა. შეიძლება წაუძინო კიდევაც. ღამის თემით მაინც მარ მოსული. და ჩაგერთვებით უკვე საღამოს თევზაობიდან. ქარიყლაპია დუნს. უბრალოდ არცა ჩანს. დავსვი. ეს იქნება ქარიყლაპია. ოჰო, ნახე რას უშვებ. მოდი აქ. აბარა. შენ გეგონა გამექცეოდი? კი, ქარიყლაპია. აუ, რა კაი ზომა. მოდარ გამექცეს. მოდი აქ შენ. აბარა. მოდი აქ. აუ. კარგია სვეჩკები მომწონს. სვეჩკები. კაი ზომა უნდა იყოს. ნელა. ნორმალური ზომა. კაი. დაგვენახე პატარა. მოხვალ. მოდი. გრძელი ჯოხი როა. გამიბრაზდა. როგორი ძლიერია, მოდია. რა კარგი იყო. რა ლამაზი ხარ. ხელი დამეღალა. თვითონც არ არის ძალიან დიდი, მაგრამ
სულაც არ არის მარტივი ამოსაყვანი. რით ვერ დაიღალე. აბა რა. იო, პატარა. Რა პატარა, სულაც არ არის პატარა. აჰა. აგიყვანე თუ არა? ცოტა კი მაწვალე, მაგრამ ახლა აქ რა ხდება? მოდი ახლა ესე ვქნათ. ჯერ ეს გავანთავისუფლოთ. ვობლერი. კი, ვიცი რა ძლიერი ხარ, აბა მაცადე ცოტა ხანი. არა, კარგად ის ეს. აქედან, აი, ვობლერი გავანთავისუფლეთ. ეხლა შენ ჩემო პატარა. ეხლა შენ როგორ აგიყვანოთ და აი, გვაქვს სპეციალური ინსტრუმენტი. აჰა. ეს ნახოთ რა. რამდენი იქნება. არა, ეს პატარა ის დიდი იყო, ჯოხი რო გამიტეხა. ეს არის 65-იანი. ეს არის 65-იანი. აბა, ხო კარგად გვასიამოვნე. შენს გაგიშვებ. ხო? კაიფს უკანა. არინც უკანაა შეხედე. აბა. მინდი. არ მინდა ეხლა იგეთები. ხო ვიცი შენ წახვალ. წადია, მინდი. გოგონი. არ უნდა წასვლა, დავღალე. მართლა დავღალე. არის, ქარიყლაპიაც დავსვი. სხვათა შორის პირველად დავსვი ამ ვობლერზე, რაც მაქვს. არა მაქვს საჭმელი რა ვქნა, აი ეს ვობლერია. რაღაცა რეპლიკაა, მაგრამ კაი რეპლიკა, All Blues ბრენდია. ზედაპირზე დადის და მომნათლე. აბა გავაგრძელოთ, იქნება რამე ვქნათ კიდე. აბა ერთი ვცადოთ კიდე. სხვათა შორის ცოტა შორს აიღო. მე თამამად მომყავს ეს ვობლერი. მაქსიმუმ ჩადის 15 სანტიმეტრზე, 15-20 სანტიმეტრი. აი ხლა აი აქ სუბალახებია რა, აი აქ ჩვეულებრივ ვობლერს ვერ გაატარებ, შანსი არ არის. აი, ამითაც კი ავერ. რაღაცას მოხდა. All Blue. ძალიან დიდი ხანია მაქვს ეს ვობლერი და აი პირველი ქარიყლაპია დავიჭირე. მიხარია. ზუსტად სამაგისოა. ხوار გადა. კიდე დავსე. დაინახე, შეიძლება ისე ვის იყოს. ნახე რა. შეიძლება ისე ვის იყოს. აბა. კარგად მოიცევი? სად ნაპირისკენ წავიდა. აი ხა შენ თუ კარგად ზიხარ, შენ ვერ გამექცევი. ეს რაღაცა მძიმედ ეს. დაგხლი არა, ხო იცი რომ დაგხლი. არა, კაი არა, პირდაპირ ეთერში. დაიყალე თუ არა? ოდნავ მოვუჭიროთ ფრიქციონს. აბა სადახარ? ეს მე მგონი სხვა. ეს უფრო დიდი ჩანს. დამინახა და გამიბრასდა. აბა ეხლა აქ მოტრიალდი.
არა, დამინახა, ხედავს და სვეჩკის გაკეთებას აპირებს. ეს ცოტა დიდია. ვარღატა. ბიჭო, არ გამექცა ჩემი. აღსადა, ვარღატა. რა ხელა იყო და გამექცა. ვარღატა. არა უშავს, თავარია ხო დაგანახეთ. ბიჭო, რა ხელა, ანუ ვერ ჩავტიე რა. ამაში არ ჩაეტია. ეს იქნებოდა 1.80-იანი რა. ვერ ჩავტია ჩოგამბადეში რა, ესეთი რამე გინახიათ? და ნახეთ რა უკნა ჩემო ნემსიკავის რა უკნა, პროსტო შეხედეთ. ეს ერთი და ეს მეორე, შეხედეთ. ეს რა იყო? ნახე. იმენა გავპატიურა. რა უკნა შევეცდები გავასწორო. აბა გავიმეოროთ. კიდე ხო არა დგას. ერთი, ეს რა კარგი ზომა იყო, ნეტა მომეყვანა. ნუ ჩემი ბალი არ არის, ფიზიკურად ვერ ჩავტია ჩოგამბადეში. ისეთი იყო. 1.80-იანი იქნებოდა. დამირტყა? არის. ხო არ ხათა. დღეს რა ხდება? მივაგენი ბუთეს? ბიჭო, ეს რა არის? რა გავაკეთო ახლა? რა მოვიყვანო? ეს რაღაც მემორჩილება. ჩემსკენ მოდი. ქორჭილა, ბიჭო, ხო არ ხადა, რა ხელა ქორჭილა. ბიჭო, ქორჭილა, ვოპლერზე. კარგი. კარგი, ხო არ ხადა. ბიჭო, ეს ვობლერი რას აკეთებს, ეს ვობლერი რას მიკეთებს? ხო არ ხადა. საღო. მარტო როგორ ქნათ. დაგვინახე ერთი ბრატ. ვობლერზე საშემოდგომო ქორჭილა. შვენიერია. ეს რა მაგარი საღამო მაქვს, პროსტა შეხედეთ. რა მაგარია. ვობლერზე. წადი, მე შენ ამჭირიდები. ბიჭო, რა დამირტყი? მიდი პატარა. რა კარგი ხარ. ეს ვობლერი სასწაულებს ახდენს და სახში რომ მივალ, კავებს შეუცლი, იმიტომ რომ რა უკნა წინა ქარი ყლაპია. რა კარგი ჩარტყმა იყო, დაინახეთ. რა მაგრად ჩამოსდა. შენ იმედი არ ახარ ისეთი იმხელა, რომ ჩოგამბადეში ვერ ჩაგდიო. მესამე ქარი ყლაპია, ეს ვობლერი სასწაულებს ახდენს. ერთი კაი ნემსიკავები დაუყენო. ოპ. ახლა შენ უნდა კარგად დაგხალო. ესეც კაი როჟაკი. ესეც იმისთან არას წინაზე იყო მე მგონი. დაგხალო და მე რა მოგიყვანო თუ რა ვქნათ? შევრიგდებით? ახლა დამინახავს და პირდაპირ პირში აქვს ვობლერი. იმედი არ გადამიკნიტავს იმას. ბიჭო, რა მაგრად აღებული აქ. ეს
ეს რომ ხელა ხარ შენ? ძია. ვისი ხარ შენ? აუ, მარა სად აქვს გადაყლაპული? გადაყლაპული სად აქვს, იცით? შახტაში ვიტყვიან. აი. გვინდა ხოლმე, მაგრამ. ერთი ბიჭო. ეხლა ეს მეორე ჯოხი არ გამიტეხო. შეუხერო მეორე ჯოხი არ გამიტეხო. ეს ხო იცი? კარგი ბიჭი ვარ და ყველას უშვებ. ესე 75 აი წინაზე. ჯოხი რო გადამიტეხა იზომა. ამასაც გადავუღებ და გავუშვებ. აბა რა უყურთ. აი ამ ხელა თევზებს უშვებ, რა ვიცი. შემოკარგებო ჩვენ თუ ყველა თევზს წავიყვანთ, არაფერი არ გამოვა, დამიჯერეთ. ჩვენ შვილებს აღარ დარჩებათ სათევზაო ობიექტები. მე შენ მატრიალდი. ესეთი თევზი როგორ უნდა წაიყვან. თან გემოც არ აქვს. გარიკლაპეს არაფერი გემო არ აქვს. ხელა კუდი აქვს შეხედეთ. რა კარგი ხარ. მენდე ეს რაღაცა ნაიარები აქვს. კუდზე ნაიარები აქვს. წავიდა. მაგარია. მოვჩეთ რა. უკვე ბნელა რა და თევზის ატყუა რასაც ვერ ხედავს, აი. როგორ ბნელაა რა. შეიძლება კამერაში ისე არ ჩანს. მოკლედ მაგარი ჭერა მქონდა რა, საღამოს გამოსვლა 3 ქარი ყლაპია და 1 კაი ზომის ქორჭილა. აი ამ ჭიგარზე. ძალიან მომეწონა. დღევანდელი თევზაობა მორჩა. მომემზადები დასასვენებლად და წილის დროც მოვა. მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით დღეს მთელი დღე. აბა მოკლედ გავემზადე დასაძინებლად. კარგი დღე იყო რა, სავსე ემოციებით, პოზიტივით და წარმატებით. ძალიან მესი ამოვნა, კარგადაც დავიღალე და გავემზადე, დავისვენო. ხვალ ისევ დილით ადრე ვდგები და გავაგრძელებ თევზაობას. აბა, აგერ ჩემს ტომარაში ვარ უკვე. საძილეში და უკვე ვითიშები ძალიან მეძინება. მაგარი დღე იყო. გისურვებ თქვენს იგივეს ანალოგიურს. აბა ძილინებისა და შეხვდებით დილის საათებში. კარგად. ლავშვიდობისა მეგობრებო. გაგვითევდა შაურზე. მისლია. ისეთი და როგორც გუში იყო. კარგად მეძინა. გავითიშე მერე შუაღამეს გავიღვიძე. ცოტა შემცივდა, დავიფარე თავზე, კიდე თბილად ჩავიცვი. სივარაა გარეთ ახლა, ალბათ 5 გრადუსია. ეხლა გამოფხიზდები, სახს მოვიბან და გავემზადები რა, გასასვლელად. დილის აქტივობას უნდა დავესწროთ. ნახოთ აბა დღევანდელი დღე რას გვაჩვენებს. აბა წარმატება ყველას. როგორია? სასწაული. ძალიან მაგარია.
დავიწყოთ. აბა, დავიწყოთ. იმ სატყუარით, რომელმაც გუშინ მაგრად იმუშავა. ისევ იგივე ტანტა, წონა ცოტა შევამცირე, 5 გრამია, ცოტა მეტად წყალში შემოვედი და 5 გრამით დავიწყებ. ახლა არის 8 საათი. შავაური ჯერჯერობით არ ჩანს. ისეთი ნისლია. ახლა ქორჭილა წესით უნდა იყოს გათოშილი. არ უნდა იყოს ისეთი აქტიური. ამიტომ ნელი პაუზებით. დამირტყა. ნელი პაუზებით. უნდა გავაჩეროთ სატყუარა. ეს არის 2 ინჩიანი ტანტა, ანუ 50 მმ სიგრძე და ოფსეტური 6 ნომერი ნემსიკავია ესეთი ფორმის. სილიკონი აქაური არ არის. ჩინური ბრენდია, მაგრამ საკმაოდ კარგი ხარისხის, თავისი ძალიან ძლიერი ატრაქტანტით. და სტრეიჯია, რაც თავარი. მალე არ ფუჭდება. პირველი ქორჭილა პატარა. გუშინაც ეგრე დავიწყე. პირველი პატარა დავიჭირე, მერე კაი ზომები მოყვა. სიფთა ხსნილია. მომდევნო პაწუკა. სამორმიშკე ქორჭილაა და იღებს 2 ინჩიან სილიკონს, როგორია? ეს რა მებრძოლი ჯიგარი გაიზრდება, წარმოიდგინეთ. დავსვი. ეს უკვე კაი რაღაცა დავსვით. მე ხო თქვი, დიდი უნდა იყოს თქვი. კაი შორს დაჭდა, ახლა აქ რა მოიყვანს ამას. ბიჭო, საწავიდა, ჰე. ბიჭო, საწავიდა. მომატრიალა იმენა. მომატრიალა. საწახვედი, ნახე საწავიდა. აქა ვარ. აქა ვარ. დაპირისკენ წავიდა. აქა ვარ, ბრატ. აქა ვარ, აქ, ზუსტად. მოდი. აი სადა ვარ. მომატრიალა. აი იქ დავიჭირე და აქამდე მომიყვანა. ჩემი ეს რა არის? ეს უკვე ჩვენი ბიჭია. არა. ხო ხარ ჯიგარსონ. ქორჭინელა. გიღებთ და გიშვებ, აბა რას შვიზო. შენიც. კაი ბიჭი ხარ. კარგია. როგორ გაუშვა. რა კარგად დამირტყა და როგორ გაუშვა. დავსვი ბიჭო. ვერ გავიგე, გაჩერდა. ეს რა იყო? ვერ გავიგე. არა, გამეწყვიტა. გამექცა უბრალოდ. ანუ რა გავაკეთა, ნახეთ. ესეთი რამე ჯერ არ მქონია. ვერ გავიგე მართლა რა მოხდა. დამირტყა, მე აუშვა ან ჩემსკენ წამოვიდა სავარაუდოდ.
და გამეცა. ნუ რა არის კარგი ამბავი. შევისვენოთ. ახლა არის მართლა დილა მშვიდობისა. დილა იწყება ყავის დალევით. ახლა მივირთმევ და შევალისევ რა, სადაც 12-მდე პირველამდე ვითევს ავებ. წესით უნდა შემოვიდეს თევზი. ნახოთ. გაიწმინდა შაური. ნისლისგან და თევზის საერთოდ გაქრა. პატარაც არ აქტიურებს, ამ ზემ რო ამოენათა გავიდა. ნუ მე ისევ შემოვა, ეგრე იცის რა. გინდა შენ, ამ ხელა სატყუარას რატო ყლაპა, გინდა და რით ვერ მოისვენე. დიდი თევზი გავიდა, ლაწირაკი თევზი შემოვიდა. აი შეხედი რა. რა ხელა სილიკონს ყლაპავს. ოპაც. რაღაცა კარგია, მე მგონი. ნუ თან პატარა არ არის. Op. Sada ხარ გამაჩდი. ჯიგარ. კაი ზომა. ცუდი ზომა ნამდვილად არ არის. შვენიერი ზომა. გააღებირი. სპირს არიღებს. ფერი შევცვალე სილიკონის და დავაყენე ესეთი ბალოტნი. ნუ როგორი ბიჭია. მეგონი კარგია. იმსახურებ ფაქცევას. როგორ გავხარ და წყალადიო დაინახა. მოკლედ ვფიქრობ საკმარისია ამ შესანიშნავი თევზაობისთვის. ძალიან მაგარი დრო გავატარე და ნუ სამწუხაროდ მიწევს წასვლა. გზაც გრძელია და უნდა მივიდე სახლამდე დროულად. ბავშვიც მელოდება ამდენი ხანი. რა მინდა ვთქვა, მშვენიერია, შესანიშნავი თევზაობა გამოვიდა. თავისი ყველაფრით, თავისი დასვენებით, ულამაზესი ბუნება, ძალიან მიყვარს აქაურობა, რაჭა ძალიან მიყვარს განსაკუთრებით. რაც შეეხება თევზაობას, როგორც ნახეთ, ყველა თევზი, აბსოლუტურად ყველა თევზი გაუშვი უკან დიდი იყო, პატარა, ნებისმიერი რა. შეიძლება ბევრს სხვანაირი აზრი გააჩნია მაგ ხრივ, მაგრამ ერთს ვიტყვი რა. და ბევრი შეკითხვა შემომდის ხოლმე, აი რატო უშვებ ამ ხელათევზს, რატო გაუშვი და რაღაცა.
აი ზუსტად შენთვის უშვებ, აი შენ ვინც მიყურებ ახლა და მისმენ, რომ შენც მოხვიდე და ისი ამოვნო დაჭერით და შემდგომ იმედია გაშვებითაც. ჩვენ თუ წამოვიყვანთ ამ ხელა ეგზემპლარებს სახში და დავტოვებთ ტბას სადედე ეგზემპლარის გარეშე, დამიჯერეთ 2-3 წელიწადში მარტო ლიფსიტის საჭერად მოვალთ, თევზი აღარ იქნება. ხო ნახეთ ალგეთს როგორი ბედი ეწვია. ანუ ფიზიკურად დიდი თევზი აღარ არის, ბოლოს ვის დაუჭერია მე არც მახსოვს. ხო და იმედია დამიჯერებთ და ანალოგიურად მოიქცევით რა, ვიფიქროთ მომავალს, მით უმეტეს სპინინგი არ არის თევზის მოპოვების ინსტრუმენტი. სპინინგი პირველ რიგში არის სპორტული ინსტრუმენტი, ეს არის სპორტი. უნდა მოხვიდე, ისი ამოვნო, დაიჭირო და გაუშვა. მოკლედ ამის თქვა მინდოდა რა. გავაფრთხილდით ერთმანეთს, გავაფრთხილდით ამ ბუნებას და ყველაფერს და გავაფრთხილდით საქართველოს, ჩვენ სამშობლოს. ეგ იყო და ეგ, იმედია მოგეწონათ ჩემი გამოსვლა, ორთხიანი გამოსვლა და შევხვდებით მომდევნო თევზაობაზე. ნუ სპინინგით ისე კარგად ვიჭირე, რომ მე მგონი შემდეგი იქნება მშვიდობიანი თევზე სათევზაო. ნახოთ. აბა თქვენ იცით, დროებით.